მოკლედ არის ორი კატეგორია იმ ხალხის, ვინც ყიდულობს ჯიპს. ერთი, რომელსაც უნდა რომ გამოჩნდეს, რომ არის აუტდორი და მეორე, ვინც მართლა უკვე არის აუტდორი. ასევე არის ორი კატეგორია თუ როგორ ჯიპს ყიდულობ. ნუ პირველი კატეგორია არის ეს. ამ სიმაღლეზე რატო დგას ვერ ვიგებდო? მეორე კატეგორია უბრალოდ აგროვებ კვატებს და ასე ორი თითით უწევ ხელს გამრავლელ ჯიპებს. დღეიდან ჩვენ დავიწყებთ ამ მანქანის აწყობას და გაკეთებას. ბლეად, აქაც რო არ გაგიმართლებს კაც რა, ბედი რო არა გაკაც. არ ფუჭდება ეს დედა. არ ვიცი სიმართლე ვგითხათ მეგობრებო, რა შეიძლება გაუკეთოთ ამ მანქანას რა. აი, მართლა არაფერი არა აქ გასაკეთებელი. მაგრამ თუ გამოიწე რა და ამ ვიდეოს აიყვან 10,000 ლაიქზე, აი ეს ნაწილი მოძრა უკან, საიდანღაც. ავალთ და გავაკეთებ. მაგრამ მექანიკიც რომ საჭირო იქნება მე თუ ამ კონტენტის გაგრძელებას ვაპირებთ. მაგრამ არხი თუ ავა 100,000 გამომწერზე მექანიკიც იქნება რა. აი BMW-ს მექანიკები არიან და ხა ჯიპს რაღა უნდა თო. მე ყიდა BMW რა. რა კონტენტი მაქვს გამაზული, პროსტა აზია რა ხარ რა. იყიდე BMW, მიყავს მე აკეთებ და ამაზე აწყობ თელ კონტენტს. მოდი მაინც უპოვოთ რამე რომ გაუკეთოთ რა. რამე როგორ არაა გაფუჭებული ბიჭო. მაგრამ ნახეთ რაშია საქმე რა. ახლა რომ უყვირდები ხო რაც ვილსაუბრე უკვე. ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ეს ვიდეო გახდეს უფრო დრამატული რა. ამიტომ გჭირდება ცოტა მეტი დრამა. ეს მანქანა ჩვენ ვიყიდეთ სუფთა გასართობად საკემპერო სასიარულო და რაღაცა მაროჟზე რო გავიყვანო ბავშვები დაახლოებით ამისთვის. მაგრამ მე შენ გაძლევ საშუალებას. თუ ამ ვიდეოს ავიყვანთ 10,000 ლაიქზე და არხს ავიყვანთ 100,000 გამომწერზე, მაშინ მე ამ მანქანას გადავაკეთებ საკემპერო მანქანად. რას გულისხმობ ამაში? მანქანაში გვექნება კემპინგი. ვაფშე ვიდეოს ლინკს მოგცემთ, რომ ვიდეო დაულაიქოთ. გაუსწორდება, მაგრამ მაგარი მანქანაა, დერსკი პროექტი იქნება, კაი ვიდეოები გელოდებათ. ერთი რო ხოდს მისცემ ადამიანს პირველ ჯერზე რა, მე მიდის და მიდის ყველაფერი ვიხი. ეგ დამოგიდებული. უბრალოდ ამ ავტომობილში ჩადეს. ამით ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ. I'm trying. ეს მანქანა რო შევიძინეთ უკვე იყო ასე აწეული, მაგრამ ეს არ არის ამის მაქსიმუმი. ამის აწევა და კიდე უფრო დაწევა შეგიძლია. ანუ გემოვნების ამბავია რა. ახლა გეტყვი რა გვიდევს აი აქ. სამი და 8-იანი მოტორი, 6 ცილინდრიანი და 4 სიჩქარიანი გადამცემის კოლოფი. რავი, ჯერჯერობით კარგად გამოიყურება. ეს ავტომობილი არის ლეგო სტილში რა. შეგიძლია დაშალო და ააწყო. როგორ ჩვენ გულს გაუხარდეს ისე. მაინც და მაინც საჭირო ინფორმაცია არ იყო ხა ეგ. მეტი დრამატირებისთვის გეტყვი რომ ამ მანქანაში წყალი ჩამოდის. კი, არ მოგესმა, წყალი ჩამოდის, ასე რომ ქარხნულად უკვე ამ მანქანას პოლზე აქვს პატარა ხრელები, საიდანაც წყალი უნდა გავიდეს. და ხო, ამ ამბის მეტი დრამატირებისთვის ვიტყვი რომ ამ მანქანაში რადიო და CD პლეიერი უბრალოდ იმისთვის აქვს რომ ნავაროტკაში ჩაითვალოს. ისე არ მუშაობს. არა, მუშაობს, მაგრამ ვაი ასეთ მუშაობას. ყოფილა ხო საინტერესო ინფორმაცია. კიდე ერთ რამეს გეტყვი. თუ ჯიპში მოხვდი, ნუ დაუწყებ კარებებთან ფანჯრის ამწემ დავწევებს ძებნას, რადგან ის იქ არ არის. აი ეს არის ყველაფერი სალონში. ხო გითხარი, ეს მანქანა ლეგოა მეთქი. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აი რომ იმიტყვიან make sense. იმიტომ რომ თუ კარებების გამოცვლა შეგვიძლია მანქანაზე, ანუ რომ გამოაერთო ეს ელექტრობაში აერთო თავიდან, ნუ ყველას არ შეგვიძლია ამის კეთება, ამიტომ გადაწყვიტეს რომ თვითონ უკვე მანქანაში იყოს ეს ყველაფერი დაინსტალირებული, რასაც მივესალმები. წამო ახლა გავხედოთ რა შვებიან ბავშვები თუ არა. დამიხარჯეს მთელი ფული. Akona you have fun? მეტია ჩემტერი ახლა ამათ რამე გარიცხეს, მაგრამ ჰა. ნუ მეგობრებო, ეს საბურავები რაც გვიყენია ჩვენ ამ მანქანაზე. ეს არ არის ახლა მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი საბურავები, მაგრამ როგორც მე ვიცი, თითო საბურავი ღირს $400. ჩვენ ესეთი 4 გვიყენია. კიდე რაც ვიცი არის ის, რომ ეს საბურავები მაინც და მაინც კარგი არ არის ტალახში გასასვლელად. უფრო თოვლისთვის არის, მაგრამ ტალახში გასასვლელად ჩვენ დავაყენეთ აი ესეთი რაღაცა,
ჯალამბარი, ლებიოტკა, ტროსი რა. გადავიხადეთ თუ არ ვწდები სეილზე 400 თუ 500 დოლარი. 1200 არა 12000 ფაუნდიანია. რატო ავიღე ტროსი? იმიტომ რომ არ მინდოდა რომ დაჟანგებულიყო, მხოლოდ ამ ლოგიკით და სამუშაოდ უფრო ადვილია. ამის მართვა შეგიძლია პულტით, რომელიც როგორც კაბელზე გვაქვს, მეგობრებო, ასევე გვაქვს უკაბელო. ნუ ამაში გადავიხადეთ ცოტა ძვირი, მაგრამ არის სხვადასხვა ფასიანები რა. ხო, რავი, ჯერ არ გამომიყენებია, იმედი მაქვს არ დამჭირდება გამოყენება. ხო და ამ ვიზუალის გამო, მეგობრებო, მანქანაში ჩვენ არ გვიდევს არც დანგრატი და არც ბუბლიკი. მიხვდი რატო არ გვიდევს დანგრატი და ბუბლიკი თუ გითხრა მაინც. მე მგონია მიხვდი. ხო, რაც შეეხება ხმას, ხმა აქვს. მაგრამ BMW-სგან განსხვავებით, სახში ყავს მანქანა რა. მოკლედ, სიჩქარე თუ გინდა უეჭველი წადი და იყიდე BMW, მაგრამ თუ გინდა რომ დანიშნულების ადგილზე მიხვიდე, აგერ ზმაო მაშინა. და ერთი პლუსია კიდე ის. რამდენი მანქანაში დაждები და გასაღებს გადაწევ. იმდენი იქოქება. ასევე მეგობრებო, ამ მანქანაზე კასტამი შეგიძლია ისე როგორც შენს გულს გაუხარდეს. თუ გინდა რომ რამე კასტამაიზი გაუკეთოთ ამ მანქანას, მაშინ ეს ვიდეო ავიყვანოთ 10000 ლაიქზე და არხი 100000 გამომწერზე. მეტი არა შევიმდე. What are you guys doing? Why you wanna go there? Just act like normal. Ari, you go first. Goodbye, Ari. Goodbye. No, you go. Bye-bye, Ari. See you. Let's go. Let's run, Aya. Let's run. Let's run. Oh, no, we're teasing you, man. All right, come a little bit, and then we're gonna get out from here. No, we're not going all the way. Come here. We're not going all the way. Ayaz da არის ცოტა შეცივდათ და უნდა წავიდეთ ახლა სახში. ან ტანსაცმელი გამოვიცვალოთ. ან ფეხსაცმელი და გავაგზავნებთ ისე ჯიპის მოხოდვაზე ბაზარზე. დღე მეორე მეგობრებო. მაგრამ სანამ დღე მეორეს დავიწყებთ, უნდა გადავამოწმოთ სად გავჩერდით. ან ტანსაცმელი გამოვიცვალოთ. ან ფეხსაცმელი და გავაგზავნებთ ისე ჯიპის მოხოდვაზე ბაზარზე. Okay. წავედით, გავაგზავნეთ. წიწილემა რაო, წიწილემა. მე ვიდნენ ფერმერი ბიჭებიო? ნახე რა დაიზარდნენ. ხოძი არიან იმინა, სერიოზული. კაი, გვეყოფა ეს მაიმუნობა, წავედით გავაგზავნეთ ვიდეო. ხო, როგორც უკვე სავარაუდოდ გითხარით, არ ვიცი რა ვთქვი გუში, მაგრამ პლუსი ის არის ამ მანქანის, რომ ნუ სახში ყავს, როგორც ხედავთ, სახშია მანქანა და ანუ არა აქვს მნიშვნელობა რა. რომელი დღეა? იქოქება ჩაულებრივად. ეს მანქანა მთლიანად გახლავთ მეგობრებო რკინა. ანუ რაზეც კაბინა დგას, არის სულ რკინა. ეს რკინა რომ ჩვენ კარგად და დიდხანს შევინარჩუნოთ, ისე რომ ჟანგი არ აეკიდოს. ამისთვის წელიწადში ერთხელ საჭიროა რომ გაზაფხულზე უფრო საჭიროა რომ გაიკრასკოს coating-ი ქვია რა. არ ღირს სიმართლე გითხრათ ძვირი, მაგრამ უნდა დაყვე მოკლედ თუ შენ აკეთებ რა, უნდა დაყვე და რკინის ელემენტები რაც არის ამ მანქანაში ყველაფერი უნდა გადაკრასკო, რომ ჟანგისგან იყოს დაცული, სულ ეგ არის. Oh, here. That's good. Well, what are you doing? We're saving ice. Let me kick you in the water. Yeah, no. Not me. You're going in the water too. Like that. That's it. ნადირობა, თევზაობა, off-road-ი, კემპინგი, თუ მსგავსი რაღაცები გევასება, ეს მანქანა მერწმუნე ნამდვილად ჩვენთვის არის. მაგრამ თუ 9-დან 5-მდე ოფისში მუშაობ, მერე დაღლილი მოხვალ და კინოს ჩაუждები ხოლმე საღამოს და ასე გრძელდება ყოველდღიურად, მერწმუნე რასაც გეტყვი, მაშინ BMW-ს გეყოფა. უბრალოდ იმედი მაქვს, რომ კარგი ხელფასი გაქვს. ამ მანქანაში გადავიხადეთ $13,000. ხო, შენთვის არ მეკითხავს ეს ძვირია თუ იაფი. Entry. Let's go. What happened, Aya? What happened? Bicho, ასე დამატარებენ სადღაც, აი აქ რა მინდა. What's going on here, team? რა ქვეყანა, ბიჭო, ყველგან იპოვე ბურთს. Connecting with the Queen
ბიჭო, ესენი რომ მოიპაროს და სახში წავიღოთ. There to there. Yeah. Like მეგობრებო, ეს ნანგრევები, რასაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, ამერიკელი ხალხის შემონახულია. შეიკრიბა 4-5 გამოვიდა და ააშენეს ეს. მე ჯიპი მომწო ზუსტად ისეთი როგორიც არის რა, აი დედას გეფიცების სიტყვას არ მომატებ. უბრალოდ შენ თუ ამ ვიდეოს აქამდე უყურე, მე შენ გაძლევ საშუალებას რომ მომიშალო ნერვები. აბატონო, მომიშალე ნერვები. ციფრები რომელსაც ვიძახი, მეც ვიცი რომ ამ ციფრებზე ვერავა, მე რო კომენტარებში რო არ დამიწყო რომ ბრატ, მასე ხო ვერაზეს ვერავა. მე რომ ამის შეცვლა მინდოდეს, ვიტყოდი მაშინ 40 ლაიქი მითი და შევცვლით. მაგრამ სიტყვა არის. თუ შენ მართლა ამას გააკეთებ და ეს ვიდეო ავა 10000 ლაიქზე და 100,000 გამომწერზე ავა არხი, აგერ შენ ძმაო და აგერ მე. ნუ მე რო არ დაიწყო რომ შენ ბრატ ქვევში ზიხარო. Boom. მოგლედ მეგობრებო, სულ ეს იყო. იმედია მოგეწონა ეს ვიდეო და იმედია ვნახავ ამ ვიდეოს 10000 ლაიქზე ასულს და არხს 100,000 გამომწერზე. როგორც დაკვირდი, ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად შევცვლით ამ მანქანის ვიზუალს და გადავაწყობთ როგორც საკემპერო მანქანად, ავტომობილად, თუ როგორც გინდა ისე და არ. მოგლედ წავედი და ხო ისა BMW-ს მძღოლებს ნუ გაგიტყდებათ, ხუმრობა იყო. Toyota-ს მძღოლებო, თქვენ შვიდად იყავით. ჯერ იყო Toyota და მერე ადამიანი.